ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვის საფუძვლით პროტესტის მონაწილეთა დაკავებას განაგრძობს გუშინ საღამოს უწყვეტი აქციების 342 დღეს პოლიციამ 4 დემონსტრანტი პოეტი პაატა შამუგია, მოქალაქეები ვაჟა ბერიშვილი, ბექა აგულაშვილი და ნიკოლოზ დარსანია დააკავა. პაატა შამუგია პოლიციამ თავისუფლების მეტროსთან აიყვანა. დაკავებისას მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. შამუგია დღეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა. გითხარით ბატონო ბატა რატომ გაკავებ შეგიძლიათ გითხარ უკაცრავად ბატონო პოლიციელებო ატიკო შეთანვა ატიკო ვაგრად პარლამენტთან დააკავეს 70 წლის ვაჟა ბერიშვილი და ბექა აგულაშვილი. ბერიშვილს დღეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის დღესღამით გათავისუფლდება. ბექა აგულაშვილს კი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, 3 ნოემბერს დაკავებულ აქტივისტ ანუკა გამსახურდიას დღეს 2 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დროებითი დაკავების იზოლატორს ის დღეს დატოვებს. რატომ იყავთ? უწყვეტი პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე ნიკოლოზ დარსანია პოლიციამ პირველ გიმნაზიასთან დააკავა. ის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 3 დღიან პატიმრობაში გაუშვა. პოლიციის მიერ პროტესტის მონაწილეთა ყოველდღიური დაკავებების მიუხედავად მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მაინც იკრიბებიან და გზის გადაკეტვას განაგრძობენ.